დღეს სხვა მთავარი თემები რამდენიმე საათით ჩამქრალ თბილისის სანძაზზე უკვე 2 თვეა თბილისის რაიონების გამგებლების პერმანენტულად აძლევენ ჩვენებებს გამოძიებას. დღეს დაკითხვის მორიგი დღე იყო. თვითმმართველობის ხელმძღვანელების უმეტესობამ უკვე დატოვა პროკურატურა. ყოველი მათგანი პოლიტიკურ ზეწოლაზე აკეთებს აქცენტს და მათ დაბარებებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. პროკურატურასთან ერთად მერიის წარმომადგენლების კიდევ ერთი პრეტენზია იმ შემოწმებას უკავშირდება, რომელსაც ფინანსური პოლიცია აწარმოებს. თბილისის გამგებლები მთავარი პროკურატურის შენობაში ეტაპობრივად მთელი დღის განმავლობაში შედიოდნენ. დაკითხვიდან გამოსულები კი ადასტურებდნენ, რომ შეკითხვები გამოძიებას იანვრის დასაწყისში ანძის გარე განათების გათიშვასთან დაკავშირებით ჰქონდა. ამავე საკითხზე პროკურატურამ გამგებლები ერთხელ უკვე დაკითხა. იგივეს გამეორება მომიწია რაღაც გარკვეულ ნაწილზე. შეკითხვის გარკვეულ ნაწილზე, რაც შეეხება ახლა დამატებით კითხვებს, თქვათ, რა მანქანით გადავადგილდები, რა ტელეფონს ვხმარობ, ეს ემსახურება იმას, რომ თუნდაც თბილისის მთავრობის მუშაობას შეეშალოს ხელი, იგივე მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს შეეშალოს ხელი. პოლიტიკურ მოტივებსა და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირებზე საუბრობდნენ დაკითხვიდან გამოსული სხვა გამგებლებიც. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ ისინი დაშინების მუქარის ზეწოლის მეთოდებით ცდილობენ კონკურენტების ჩამოშორებას. პოლიტიკური ზეწოლა ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების გამგებლების ყოველდღიური დაბარება პროკურატურაში და ამ პოლიტიკურ დაკვეთას პროკურატურა დიდი წარმატებით ასრულებს. ცენტრალური ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა, ვინაიდან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას. დღე გამოშვებით ჩვენ პრაქტიკულად გვიწევს საგამოძიებო ორგანოებში სიარული, რაც სერიოზულ ასე თქვა შეფერხებას იწვევს ჩვენ საქმიანობაში. გამგებლების მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პარლამენტშიც. ოპოზიცია პარალელს მოახლოებულ არჩევნებთან ავლებს. მმართველ გუნდში კი უმცირესობის მოსაზრებას არ იზიარებენ. ადგილობრივი არჩევნებისთვის ვინც კი რაიმე დისკომფორტს უქმნით და ვინც კი შეიძლება კონკურენცია გაწიოს, თავის პოლიტიკური ოპონენტები უბრალოდ დაპატიმრებებით, დაჭერებით და ამ პროკურატურის მეშვეობით გააჩერონ. ეს გამოიწვევს მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ საქართველოს ჩატარებული არჩევნები ვეღარ შეფასდება დემოკრატიულ არჩევნებად. ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ 2012 წლის 2 ოქტომბრის მერე ყოველდღე. იმიტომ რომ ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დამთავრდება როგორც ჩანს. შესაბამისად სრულიად გაუგებარი არის ყველაფრის არჩევნებთან დაკავშირებით. გამგებლების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს თბილისის მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. დღესვე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ მერიის 5 სამსახურში ფინანსური პოლიცია და პროკურატურა შემოწმებას ატარებს. ნათელია, რომ ამ ვითომ გამოძიებისა და შემოწმებების მიზანი, რომელიც წინასაარჩევნო პროცესის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო და უფრო გააქტიურდა, არის კვლავ ხელების გადაგრეხა და პოლიტიკური ზეწოლა. მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ნაცვლად ჩვენი დაშინების და პოლიტიკური ზეწოლის ხელობისა აკეთონ რეალური საქმე. დღესვე მერიაში გამართულ პრესკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ის უარყოფს მერიაში რაიმე სახის შემოწმებას. ამ თემაზე განმარტებები გაკეთდა ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრების მხრიდანაც. თბილისის მერიაში ფინანსთა სამინისტროს არც ერთი უწყება არ მუშაობს. ფინანსთა სამინისტროს 2 უწყება, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, რომელიც ყველაზე მეტად დაინტერესებს საზოგადოებას, მუშაობს იმ კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებსაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ მონაწილეობდნენ იმ გარიგებებში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მითვისება შეეხებოდა. მე ვერ დაუკავშირებ ერთმანეთს შემოწმებას და მოსალოდნელ არჩევნებს, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიზირებული ძალოვანი უწყებები არ გვყავს და ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. ისო თბილისის მერიაში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემებია დაგროვებული და ხარვეზები იყო, ესეც შემიძლია ვთქვა. ალბათ ობიექტური საფუძველი აქვს იმ უწყებებს, რომლებიც შევიდნენ შემოწმებაზე. ძალოვანი უწყებების გარდა მერიის სამსახურებს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიაც ამოწმებს. თუმცა კონკრეტულად რა დოკუმენტაციით ინტერესდება უწყება. ამ კითხვაზე პასუხისგაცემისგან მაკონტროლებლებმა დღეს თავი შეიკავეს. რა სამოცლებს უფრო კონკრეტულად რომლის შეგიძლიათ? რა დოკუმენტაციის შემოწმება მიმდინარეობს? უკაცრავთ რა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი კონტრაქტორი ფირმების დოკუმენტაციას სწავლობენ მაკონტროლებლები. ასევე უცნობია, როდის დასრულდება შემოწმება.